ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ფარგლებში 11 ივნისს ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიას შორის პირველი შეხვედრა გაიმართება. მასში საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ქმედებების გამო ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს, თუმცა ბრიუსელში მოთმინების რესურსი შესაძლოა იწურებოდეს. გახარიას პარტიაში კი მიაჩნიათ, რომ სტრატეგიული პარტნიორები კეთილგონიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ შეეზღუდებათ. ლევან მახაშვილის განცხადებით შეხვედრა სამუშაო ფორმატში გაიმართება, სადაც მხარეები პოზიციებს გაცვლიან. მისი თქმით, ქართული მხარე ევროკომისიის წარმომადგენლების კითხვებს კონკრეტული ფაქტებით და ინფორმაციით უპასუხებს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა, თუმცა ევროკავშირი ვიზა ლიბერალიზაციის კრიტერიუმების ნაცვლად საქართველოს პოლიტიკურ მოთხოვნებს უყენებს. მისი შეფასებით ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება და ზღუდავს საქართველოს უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფო პოლიტიკა. ჩვენ ბოლო წლების მანძილზე არაერთხელ ვიზიტის დროს მათ შორის დაგვიფიქსირებია ვკაფიოთ, რომ ქართული ხალხი არ უნდა დაისაჯოს ივანიშვილის რეჟიმის ქმედებების გამო, ამიტომაც რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის ვიყავით უვიზო რეჟიმის ასე თქვა და მიმოსვლის უпростоრად შენარჩუნების მომხრე, იგივე პოზიცია გვაქვს ეხლაც. სადღაც უკვე გაწყდება ალბათ მოთმინების ფიალად ბრიუსელში. ჩვენ ნებისმიერ კონკრეტულ გადაწყვეტილებას შევაფასებთ, როდესაც კონკრეტული ფაქტი შედეგი დადგება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, წეგანსვი და გავიმეორებ. გვჯერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების კეთილგონიერების ამ შემთხვევაში დღეს თუ ვინმე ეკისრება პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკაზე, რაც მიმდინარეობს ჩვენ და სამწუხარო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ამის მთავარი პოლიტიკური აქტორი არის ოცნება. ჯერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ევროკავშირის კეთილგონიერების, რომ ეს არ შეეხება ჩვენს რიგით მოქალაქეებს. იქნება ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა უწყებებს შორის, უწყებებს და ევროკომისიას ექნება შესაძლებლობა, რომ გაცვალონ ერთმანეთში პოზიციები იმ თემებთან დაკავშირებით, რაზეც შეიძლება ევროკომისიას ან ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას ჰქონდეს კითხვები. ამ თემით მოხდა ბოლო პერიოდის განმავლობაში ზედმეტად ამ თემის ზედმეტი პოლიტიზება, შანტაჟის იარაღად გამოყენების მცდელობას ჰქონდა ადგილი და იმედია, რომ ეს შეხვედრაც და ზოგადად სავიზო მიმართულებით დიალოგი ხელს შეუწყობს მაქსიმალურად ამ თემის პოლიტიკური სივრციდან გამოტანას და სამუშაო ფორმატში დაბრუნებას. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის იმედი გვაქვს, ჩვენი დელეგაციაც სწორედ ასე არის მოწოდებული, რომ საქმიანად მიუდგეს თითოეულ იმ საკითხს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს დაყენებული ბრიუსელის რომელიმე წარმომადგენელს, იქნება ეს კონკრეტული კანონმდებლობა, იქნება ეს სტატისტიკა, საზღვრის მართვა თუ სხვა ნებისმიერი მიმართულება ჩვენ კონკრეტული ფაქტებით და ინფორმაციით წარდგებით ევროპელების წინაშე. ჩვენ ვიცით წინა პირობები, რაზეც იყო საუბარი. საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო მიერთებოდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ მათ შორის და ამაზე ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყანა დავანგრიოთ და ომის საფრთხის წინაშე დავაყენოთ. მეორე იყო მოთხოვნა, რომ საქართველომ უარი თქვას, რომ მოთხოვნაზე, რომ უცხოელებმა გამჭვირვალედ დახარჯონ ფული და სურს ევროკავშირს, რომ კვლავ ფარულად ხდებოდეს დაფინანსება საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგისა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ბრიუსელის მხრიდან, რაზეც ჩვენ ვთქვით, რომ ეს შეუძლებელია გამომდინარე ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემიდან. ასე რომ კიდევ ერთხელ ის სამწუხაროა ის, რომ ვიზა ლიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, თავისი წინაპირობები. სამწუხაროდ ჩვენაც ვიხილეთ არის ის, რომ ნაცვლად ვიზა ლიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი, ასე რომ როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყულზე არ იცვლება.